Бля, я в ахуе, нихуя там дымит, блядь, бля, вулкан ебал. Извержение вулкана, считай, стриктая хуйня. Фух. ეს რუსეთის სიდიდით მე-13 ქალაქი პერმია, უკრაინა რუსეთის საზღვრიდან 1400 კილომეტრი. ომის საწარმოებლად პუტინის ფულის მანქანის კიდევ ერთი ობიექტი, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების შეტევის შედეგად ალშია გახვეული. დრონებმა მოსკოვს გადაუფრინეს და რუსეთის კიდევ ერთ რეგიონში გაიგეს, რომ კრემლის დიქტატორის შიზოფრენია სადღაც შორს კი არა, მათი სახლის ეზოშია. ეს კი ტუაფსია ბოლო 2 კვირა საკურორტო ქალაქისთვის შოული პეიზაჟი. აქაც ისევე როგორც პერმში უკრაინულმა დრონებმა უკვე მეოთხედ ნავთობ ობიექტზე მიიტანეს იერიში. კიევის სამიზნე მარტივია. ჰორმუზის სრუტის კრიზისის გამო ნავთობის გაყიდვით ფულის შოვნის საშუალება კრემლს უნდა შეუმცირდეს. პერმი ახლა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ტურისტული სეზონი კი არ ჩავარდა, უბრალოდ აღარ იქნება. 2 დღის წინ კი ტუაფსელებს ერთ-ერთმა ადგილობრივმა 1 მაისი ასე მიულოცა. Здравия желаю! Вот такое у нас сейчас 1 мая в городе Герой Туапсе. С праздником, дорогие товарищи! ისტორიის გაყალბებაზე და 9 მაისის პარადზე მდგომ ყასამს წლევანდელი 9 მაისი ჩაუვარდა. მთავარი რელიგიური დღესასწაული პარადი ისეთი ვერ იქნება, როგორიც იყო ან უნდა იყოს. პირველად 18 წლის მანძილზე არც სამხედრო მძიმე ტექნიკა, არც ავიაცია და არც ბესმერტლი პოლკი, არც მსოფლიო ლიდერები მოსკოვში. წითელ მოედანზე ყაზახეთის, ყირგიზეთის, რა თქმა უნდა, ბელორუსის პრეზიდენტები და ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ვითომ პრეზიდენტების შავლენ. რუსულ კრიტიკულ მედიაში პუტინის ვასალად წოდებული სლოვაკეთის პრემიერი ფიცო ერთადერთი ევროპელი ლიდერი იქნება, რომელიც ურდოში ჩავა. ვიქტორ, როგორ დამარცხდი, თორემ შენ თუ არა ლავროვის ხელქვეითი სიარტო ხომ მაინც დაუმშვენებდა გვერდს ყასაფს. ფიცოზე ესენი გამახსენდნენ ორბანის წაგებამდე ორბელენის სასახლის ბინადარი რომ აფრინეს ბრატისლავაში თუ რამეა შენ დაგვცავი ევროპაშიო, მაგრამ ის მას არ შეხვდა. ისე რაღაცა, ბარემ მოსკოვში ჩადით, გარემო მოგიხდებათ, მაგრამ მან თუ ვერ გაბედეთ, სულ მალე აგერ რუსეთის საელჩო ვითომ რომ არ მუშაობს, რამე მიღებას გამართავს ძემპაბედისთან დაკავშირებით და იქ მიდით გარმონის გაწელეთ. ლოგის ამ ნაწილს დავასრულებ მუსიკა, რომელიც ახლა გესმით, შოპენის მეორე საფორტეპიანო სონეტის მესამე ნაწილია, სამგლოვიარო მარში. ჩემი ასაკის ხალხს ალბათ საბჭოთა ლიდერების დაკრძალვის ცერემონია და კრემლის კედელთან ლეონიდ ილიჩის კუბოს ჩავარდის ხმა გადახსენებთ. ხუნი უბრალო ხმა არ აღმოჩნდა. დასასრულის მომასწავლებელი იყო და რაც გვეგონა რომ დასრულდა თურმე არა. ყასაბმა იმპერიის რეინკარნაცია სცადა, მაგრამ ახლა იმ კრემლის კედელთან პარადსაც ვერ ატარებს. ეს ის პარადია. 2022 წლის 9 მაისს კიევში ხრეშადიგზე რომუდა ჩაეტარებინა რუსული მიწების გამაერთიანებას, მაგრამ როგორც ადრე, ახლაც ვიმეორებ. კიევმა მონათლა მოსკოვი და კიევი აუგებს მას წესს. ხო და ახლა შოპენის სამგლოვიარო მარშზე დროების მონტაჟის რეჟისორმა ბეკამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით პუტინის პარადის ჩემთვის სასურველი ვერსია დააგენერირა. რატომ ასეთი შესავალი? იმედს, ნამდვილ იმედს და არა ნადეჟდას ვიტოვებ, რომ ივანიშვილის კლანის ჯერ კიდევ შემორჩენილი მომხრე ერთი თვალით მაინც შეხედავს დროებას და მიხვდება, ვიზია ახლა აკიდებული ჩამოკიდებული გრუზინსკაია მეჩდა. ვიზი ამყარებს ნადეჟდას, რომ ყასაბი გაძვრება ტრამპთან და სისთან ერთად სამყაროს გაიყოფს და ის, ანუ გრუზია და გრუზინი, რუსულ ნაჭერში აღმოჩნდება და ასე უფრო მშვიდად გააგრძელებს მიტაცებულში ბატონობას და ხალხის ხარჯზე გამდიდრებას. საკუთარ თავთან ისტორიასა და პირველ რიგში უკრაინასთან დამარცხებული კრემლის დიქტატორის ძალაუფლების შესანარჩუნებლად ტერორთან ერთად დაბეჭდავებული მოქალაქეებისთვის, რომელთა დიდი ალბათობით უმეტესობა პუტინიზმის როგორც რელიგიის მიმდევარია, ოჩომოპიუმ dla narodas პრინციპით, ყოველდღიურ რეჟიმში აწვის საზრდოს, რომ ყველაფერში დამნაშავე დასავლელი იმპერიალისტები, deep state გლობალური ომის პარტია და ევრობიუროკრატები არიან, რა ნაცნობი ჩამონათვალია, რამე ხომ არ გეცნოთ. ხო და ამჯერად კრემლმა მითში რუსეთში გერმანიის ელჩი დაიბარა. ლავროვის კანტორაში ელჩი 27 აპრილს მივიდა, ზუსტად იმ დღეს, როდესაც ლავროვის ხელქვეითი სიარტოს მეგობრის ბოჭორიშვილის კანტორას ევროკავშირის ელჩი ეწვია.
ელჩი ხერჩინსკი ივანიშვილის სინდიკატმა ლამის სამოქალაქო ომის დაწყება გაჩაღებაში დაადანაშაულა ერთი უწყინარი, მაგრამ რეალისტური განცხადების გამო. ჩემთვის პირადად ამ განცხადებაში ეს წინადადება იყო უმნიშვნელოვანესი. საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე. თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ამ წინადადებას აუცილებლად მიუბრუნდები და შევეცდები პასუხი გავცე დღევანდელი დროების ანოში დასმულ კითხვაზე, რას გეგმავს ოლიგარქი. მანამდე კი ევროპა, რომელზედაც ივანიშვილმა კობახიძის პირით თქვა უარი. თუმცა დღეს ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მოგეჩვენათ არ თქვამსო. ყვილი მათი არსია და ევროპაზე თუ იტყუებიან, ფასებზე რატომ არ მოიტყუებიან ვითომ? მოქმედი ირაკლი იგილჰილსის პრომო ბიჭუნა დეკემბერში ამბობდა, ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და საქართველოში სასუსადო პროდუქტების ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატებაო. ვიდეოც გაავრცელა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ფასების შესწავლო კომისიამ კოტე ყუბანიშვილის ლექსის რითმის არ იყოს, რამდენი გამოკითხა, რამდენი ილაპარაკა, რამდენი იკამათა, რამდენი იკითხა, რამდენი წერა, რამდენი იწვალა, მაგრამ მაინც ვერაფერი ვერქნა და ახალი ტყუილი მოიგონა. ეს გამომძიებელ შემსწავლელი შოთა ბერეკაშვილი, ის მილიონერია. ეს გამომძიებელ შემსწავლელი ნინუა წილოსანი, რომლის მამაც ბატონი ბადრი 65 მილიონის მითვისება გაფალვის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 4 სექტემბერს გაამართლა. აი თუ არ გამოაქვს სასამართლოს გამომართლებელი გადაჩენი. ეს გამომძიებელ შემსწავლელი ილია ინჯია, ის მილიონერია. მას საქართველოს გარდა უძრავი ქონება მოსკოვშიც აქვს. მისი მამა ფრიდონ ინჯია, ისიც მილიონერია. ინჯიებს ახლო კავშირი აქვს რუსეთის პოლიტიკურ წრეებთან, ამაზე არაერთხელ მოუყევი და თავს აღარ შეგაწყენთ. ეს კი გამომძიებელ შესწავლელი ვახტანგ იგივე თურნავა, ის მილიონერია. მას საათები უყვარს, კოლექციაც აქვს, სულ მცირე 6. საერთო ღირებულებით გძეტა 180,000 euро. ბატო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნათია თურნავას ახლო ნათესავია. პიარისთვის შექმნილმა ხალხის დასაბოლებელმა კომისიამ მუშაობა ისე დაასრულა, რომ ფასები კი არ შემცირდა, გაიზარდა და როგორც ამბობენ, კიდევ უფრო გაიზარდა. ნინო წილოსას ჯადოსნური ჯოხი არ აღმოაჩნდა. ბევრი რომ არ დაგღალოთ კომისიის მუშაობის შეფასებაზე, რომან გოცირიძის კომენტარს შემოგთავაზებთ. მერწმუნეთ, ძალიან სანდოა. ფასების საპარლამენტო კომისიამ დაამთავრა მუშაობა და უკვე ნათელია თუ რა მიზნით შეიქმნა იგი. ამ კომისიის შექმნის მთავარი მიზანი იყო გაემართლებინათ საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი, ანუ საქართველოს ხელისუფლება და ამავე დროს მათთან შეკრული ბიზნესი, რომ თურმე ფასების ზრდაში მათ არ მიუძღვით არავითარი როლი. თურმე დამნაშავე აი ასეთი მდგომარეობისა ყოფილა რაღაც მიწოდების ჯაჭვში ხარჯების ზრდა. არავითარი ფასნამატი, არავითარი ზედმეტი მოგება, რომ საკუთარი კლანური ბიზნესის კრიტიკა რომ დაიწყეს, მათ შორის ნავთობი იმპორტიორების, რომლებიც მართლაც ერთმანეთში არიან გარიგებული და ყოველ ასე ვთქვათ წუთას შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ ფასები არ გაზარდონ. თურმე ესენი ყოფილან უდანაშაულო ხალხი ლამის ბოდის უხდიან თავდაპირველად, რომ დიდი ასე ვთქვათ საყედურებით დაიწყეს, რომ მათ მეტი მოგება აქვს თურმე, მათ შორის სადისტრიბუციო ქსელებს, სავაჭრო ქსელებს თუ აფთიაქებს თუ სხვა ასე ვთქვათ სფეროს წარმომადგენლებს. არავითარი ზედმეტი მოგება არ აქვს, ზედმეტი ხარჯები ქონია რაღაც მიწოდების ჯაჭვებშიო და ამას ჩვენ გავასწორებთო. ვინ გაასწორებს თუ ხელისუფლებაო. მთავრობა რეგიონებში შექმნის საქონლის მიწოდების ცენტრებსო. ანუ მთავრობა იყიდის პროდუქციას, რამდენი 1000 დასახელების პროდუქციას და შემდეგ მთავრობა მას გაყიდის ქსელში. აბსურდია ეს. აი ეს იყო მთავარი დასკვნა, რომ აი ამ მიწოდების ჯაჭვის ხარვეს მთავრობა გამოასწორებს. და მე კონტროლს დააწესებს და საკონტროლო ორგანო შეიქმნება. მაგრამ მილიონებს რა შეიღებს ანტიმონოპოლიური სამსახური. ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩანაცვლება ხდება ახალი ადმინისტრაციული სტრუქტურით. არაფერი არ მოხდა. ეს ყველაფერი რაც აკითხვა, რაღაც უაზრო დოკუმენტი დაიდო, რომელიც დაავიწყდება ორ თვეში ყველას.
ოღონ არავის დაავიწყდება ის, რომ ქვეყანაში იზრდებოდა და კვლავ იზრდება ფასები. და ამაში არის დამნაშავე მთავრობა. მთავრობისა და მასთან შეკრული ბიზნესის გამამართლებელი კომისიის დღეს არავის ჯერა. ვინაიდან კომისია, რომელიც არ ამბობს მთავარ მიზეზს და ფასების ზრდაში ყოველთვის დამნაშავე არის ხელისუფლება, რომელიც ბეჭდავს ფულს. და ეს დაბეჭდილი ფული მოხალხეების ჯიბეში კი არ მიდის, ეს ფული ბობოლა ბიზნესისა და ქართული ოსნების კლანის, ასე ვთქვათ, საოჯახო არხებში გადაედინება. და ის რომ მათივე ბიზნესი, რომელიც მუდამ ხარს უჭერს და არჩევნებში იქნება თუ ფინანსურად, პარტიულად თუ სხვა კუთხით და ბოლოს ისინი არიან ამ ბიზნესების მეპატრონეები და პარლამენტშიც ისინი შეხედან. და ეს ბიზნესი საკუთარ თავს დატუხსავდა, ყანდაიმე შეზღუდებს დაუწესებდა. გამოვიდნენ გამარჯვებულები ახლა, აი ეს სახელმწიფო ბიზნესმენები. ოდიშის მოხდასაც კი მოითხოვენ სულ მალე იმისათვის, რომ 3 თუ 4 თვის წინ რაღაც ფასნამატები და ზედმეტი მოგება და ხალხისათვის ჯიბიდან ფულის ამოცვლა დააბრალეს. არა, ამ დოკუმენტმა ფაქტობრივად ყველა გაამართლა. მთავრობა დამნაშავე არ არის, ეროვნული ბანკი დამნაშავე არ არის, ბიზნესი დამნაშავე არ არის, ფასები რატომ იზრდება? ფასები იმიტომ იზრდება, რომ რაღაცა ჯაჭვში რაღაცა მოუწესრიგებლობაა და ამას მოაწესრიგებს მთავრობა, ასე მოუნდა. მისი მოწესრიგება აგერ როზის ციხეში მადურო იმის წინამორბედს უგო ჩავეს და ზუსტად მასე გადაწყვეტა სახელმწიფო სადისტრიბუციო ქსელის შექმნა და ერთ წელიწადში მიიღო ჰიპერინფლაცია და მე ახლა სად არის ეს კაცი ვიცი. აგერ საიქიოს დიდ საკონცერტო დარბაზში ზის პირველ რიგში კობზონის კონცერტზე. ყველა ვინც მსგავსი მეთოდებით ფასების სტაბილიზაცია მოენდომა დაამთავრა ცუდად. მაგრამ ესენი ამასაც არ გააკეთებენ, ძალიან კარგად იციან ხაზი გამოსtildeება. უნდათ პროპაგანდისტული კამპანიის აგორება და ეს კამპანია ბუმერანგით უკან შემოუქმდათ. დღეს ყველამ კარგად იცის ერთი რამ. ხელისუფლება დამნაშავე ფასების დაში, ფასების ზის პროდუქტს ხელისუფლების კლანი ითვისებს და არასდროს ქვეყანაში არც ეკონომიკური კეთილდღეობა და არც ფასების სტაბილიზაცია არ იქნება, სანამ იქნება მსგავსი არაპატრიოტული ხელისუფლება. ფასებთან დაკავშირებით კობახიზის ტყუილი არ დამვიწყნია. ამ ტყუილის საუკეთესო ილუსტრაცია ნეტგაზეთმა შემოგთავაზა. არ გადააკვირდით, ჩემი კომენტარი საჭირო არ არის. ვითომ კომისიის ერთ წევრს ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, რომელიც ხალხის ზალის წარმომადგენელია, ვითომ ხალხის ზალის კიდევ მიუბრუნდები ის თან უმრავლესობაშია, თან ოპოზიციაში. ვიცი ათლარად კობახიძის მიერ ნაყიდი 9 კილო ხორცის წოჭკების გაინტერესებთ, მაგრამ მანამდე ერთი კითხვა თქვენთან. ხომ არ იცით რა შედეგი დაასრულა სუსმა აი მარკეტებში და სადისტრიბუციებში რომ შევარდა ფასებთან ბრძოლა. სამხრეთდამშვენებულის მიღწევების გრძელ ჩამონათვალში ფასებთან ბრძოლაში მიღწეული მეგაგალაქტიკური შედეგები არის? თუ კოორდინატორის კაბინეტიდან გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას, მაგრამ ფუნქციათა ჩამონათვალში რომ არ აქვს ეს ამბავი, იქნებ მოქმედი ირაკლის გენერალ-მაიორმა ჯერ ტრუს ავეთში უნდა დაისვენოს. ისე კი ყავდა ერთი ორბილიანი სასახლის მდგური და დავიჯერო საჭირო იყო მეორე მდგური ამჯერად ინგორუყას შუჩი. აქვე ერთი კითხვა მაქვს გეკა იგივე გელა გელაძესთან, აი მოქმედი ირაკლი და მისი მეწყვილე სახში რომ უშვებდნენ და როგორც ამბობენ ვანო ჩხატოშვილის დახმარებით სუში რომ გადავიდა და სუხო თამაზაშვილთან ივანიშვილის მილიციის უფროსად რომ გადაიყვანეს. გეკა სუხო, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოთ ისეთი, რაც მოქმედი ირაკლის გენერალ-მაიორის საკოორდინაციოა, ან რა უნდა გადაწყვეტოთ ისეთი, რომ მან უნდა გადააზრიოს. მე არ მithქვამს, აი ამან თქვა. მამუკა მდინარაძე ახალი პოზიციიდან ერთის მხრივ კოორდინაციას გაუწევს ბატონ გეკა გელაძეს, ბატონ სულხან თამაზაშვილს და თავის მხრივ რა თქმა უნდა გადააზღვრებს მათ გადაწყვეტილებებსაც. ეს ლევან მაჭავარენია, ჯერ მილიონერი არის, მაგრამ პროპაგანდის ყუთში პირველთაგანია. ცოტა ხმა საწובה ხოლმე მეტი დამაჯერებლობისთვის კალაძის შტაბშიც იყო დიდი ალბათობით მაშინ, როდესაც კალაძის მარბიელები მშვიდობიან მომიტინგების თავს ეხოდნენ, მაგრამ არაუშავს მოლაპარაკე თავია და ბოლოს ისიც მithქვა, პენსიის გაზრდის საშუალება არ გაქვსო. ძალიან დიდი სიამოვნებით გავხდით პენსიას, მაგრამ დღეს მაგის საშუალება არ გვაქვს. კალაძე ვახსენე და რა თქმა უნდა მას მიუბრუნდები ისევ როგორც ხუნდაძეს და შევეცდები მისი საშუალებით ახსნა, რას გეგმავს ოლიგარქი. მანამდე კი რისი საშუალება აქვს ივანიშვილს.
იმის საშუალება, რომ 1 იანვრიდან ძვირფასო პენსიონერობა თქვენი პენსია 20 ლარით გაზრდილიყო. მოქმედი ირაკლის და ორბელიანის სასახლის ბინადრიც კი 1400 ლარით. გილოცავთ ძვირფასო მოქალაქეებო, უკვე მესამედ თქვენს მიერ თავისუფალ კონკურენტულ დემოკრატიულ გაუყალბებელ ლეგიტიმურ არჩევნებში გამარჯვებულმა ზეეროვნული ძალის წევრებმა ღირსეულმა ორ ფეხზე მდგომმა პატრიოტებმა გაზრდილი ხელფასები აიღეს. ასე მაგალითად, ცოცხალი ტროლის ხელფასი სულ რაღაც 16000 ლარია, მისი ეგრეთ წოდებული მოადგილეების ცოტა ნაკლები, სულ რაღაც 14400. ცოცხალ ტროლს 6 მოადგილე ყავს: ვოლსკი, წილოსანი, წულუკიანი, ინჯია, კახიანი, სუბარი. მოქმედი ირაკლის მინისტრთა კაბინეტის წევრებად წოდებულები დავითომ უმრავლესობის და ფრაქციის თავმჯდომარე ცოტა დაგვეჩაგრენ: 13600 ლარი. არადა როგორ წალოს კირცხალია. რუსთაველის ვაში უფრო დაშაგურლებიც ყავს. დავიჯერო ზარკუს, მათიკას, სამხოს, ფაღოს, ქალბატონებს, ეკას, რამინას, ირმას და დანარჩენებს ეყოფა თვეში 12800 ლარი. როგორ გაიტანენ თავს თვითონ თვემდე? გაძვირებულ კომუნალურებს როგორ გადაეხდიან? შეძლებ კი სადმე იყიდონ 500 გრამი ხორცი 10 ლარად. რომ დააკლდეთ? მოქმედი ირაკლის მისმა ძველმა თანაგუნდელმა მეხუთე პრეზიდენტმა რომ სთხოვა ბაზარში ერთად ვიაროთო, ხომ არ იცით იმა რა უპასუხა? თუმცა გამახსენდა პარტიის გენსეკმა, თბილისის გრადანაჩალნიკმა მერი კალაძემ ქალბატონ სალომეზე თქვა, არ ვიცი ეგ ვინ არისო. უზრაბიშვილის როლი აი ამ პროცესში საერთოდ არ მაინტერესებს, არც ვიცი ვინ არის ადამიანი. ხაზბად შიმავი ხო კარგად იცი ვინ არის და დაბადების დრო ხომ მიულოცე, რა კარგ კოლაში მოხვდი? Под мой балкон рожденный, по духу борт достойный, потомок шейх Мансура, Наиба Байсангура. ახლა კი ხუნდაძე, ვისაც არ გახსოვთ, ხუნდაძემ ივანიშვილის დაპირებული მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ჩააგდო. ჯანყი მოაწყო და თვით ახალ რომ კობახიძის გენერალ-მაიორია, იმის პარტიული დისციპლინა დარღვია. ტყუილი და ტყუილი. ყველაფერი ივანიშვილისგან მოდიოდა და ჩემი მოსაზრებით დიდი ალბათობით ახლაც მისგან მოდის. რაღაც პატარა ჯანყებს აწყობს მცხეთის ფეოდალად ცნობილი ხუნდაძემ. ფასების კომისიის დასვლას ხელი არ მოწერა და მეტის გააკრიტიკა მთავრობა. ეხლა მე ვამჩნევ ეხლა კამპანიას რომ აბსოლუტურად პირუკო არის და შეინიშნება კამპანია თითქოს დასავლეთში უფრო სვირია ეხლა სამხარეო პროდუქტები ვიდრე ჩვენთან. ეს უკვე არასწორი. რაც შეეხება თავად პოზიციას ხალხის ძალისას და მათ შორის რა თქმა უნდა ჩემიც, ჩვენ დღეს გაგვიჭირდება მხარდაჭერა პირდაპირ მინდა გითხრათ და კონკრეტული მიზეზის გამო. თუმცა რომ მოვადა აუცილებლად მოვადა ჩემეზე თმარე ის და არა მარტო ის, ხიათ მოითხოვე კობახიძის გადაყენებას. მეორედ თუ მესამედ ვამბობ ამას, მაგრამ მე ვამბობ ნახოთ, თუ საქმეს, ბიზნეს საქმეს დაშიდა, კრიზისად შექმნის და ორბელიანის სასახლის ბინადარი პარლამენტს დაითხოვს და მე უცებ ვადამდელით დაინიშნება. რა გგონია თულად არის პროპაგანდის საინფორმაციოების გავხსნილი თემა გრუზინსკაია მეჩეთის მალადიოჟნაი ორგანიზაციის კონფერენციები? რეგიონული კონფერენციები თბილისში ყიდულობით დასრულება და დიდი ალბათობით ცოტნე პარტიაში შევა. უბრალოდ მე მკვიდრეს ასე ჭირდება. ახლა კი ყოფილი დეპუტატი, სასწავლებლობის ყოფილი მინისტრი, ახლა პოლიტოლოგი კახი კახიშვილი. თუ ვინმეს ლოგიკასთან კავშირი აქვს, უნდა გააკეთოს. ერთი რომ სიტუაცია შიდა ქვეყანაში არეულია და ერთადერთი გამოსავალია გაჯანსაღების და დაუშვათ უფრო მეტი ლეგიტიმაციის მიღების ეს არის არჩევნი. მეორე საკითხი. აი ხა წარმოიდგინეთ, სად რა იქნებოდა დღეს საქართველოში ბაიდენის ადმინისტრაციას კამელა ჰარის რომ მოეგო არჩევნები, ხო? თქვენ ხომ იცით რომ ყოველდღიური სამიზნე გახდებოდა რეალურად ქართული ოცნება და ამ წნეხს ახლა ან მოიგერიებდა, ან ვერ მოიგერიებდა, მე უფრო მგონია რომ ვერ მოიგერიებდა, იმიტომ რომ ძალიან საკმაოდ დიდი და მძლავრი ბერკეტები გააჩნია ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხო? მაგრამ კარგი, ღმერთის წყალობით ტრამპმა მოიგო, არც ალია საქართველოსთვის სულ არ აინტერესებს და აი ეს საკითხები მიუშვა. ეხლა მეორე საკითხი. 2028 წელს უწევს საქართველოში არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები, ხო? და ამ წლებში ემზადება 28 წელსაც უწევს ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში 7 ნოემბერს. ეხლა შეხედეთ, აი ლოგიკას თუ მიყვები. იმ დღევანდელი
განვითარებიდან და რეიტინგებიდან გამომდინარე, რაც ტრამპს გააჩნია, ის რა თქმა უნდა ჯერ კონსტიტუციურად ვერ იყრის მესამე ვადით კენჭს, მაგრამ დაუშვათ მისი პარტიიდან ვინმე, ხო? დღევანდელი რეიტინგებიდან მის პარტიას არ აქვს ესეთი მყარი მხარდაჭერა სხვადასხვა მიზეზთა გამო მოსახლეობაში, რომ კვლავ ვივარაუდოთ, რომ ესენი მოიგებენ და გაიყვანენ საკუთარ კანდიდატს პრეზიდენტად. შესაბამისად უნდა ველოდოთ, რომ 2028 წელს გაიმარჯვოს ბაიდენის ადმინისტრაციის ვინმე ან კამელა ჰარისი ან ვიღაცა სხვა, ხო? ეს რა თქმა უნდა ავტომატურად ისევ გადაიყვანს ამერიკაში საქართველოს აი ამ კონფლიქტურ სიტუაციაში. შესაბამისად შეიძლება დაუბრუნდეს არა, ყველა შემთხვევაში დაუბრუნდება, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ, რომ დღესაც კი იმ პარტიის წარმომადგენლები აკეთებენ ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებს, ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს, ხო და ბუნებრივია ხა წარმოიდგინე ოპოზიციიდან არ წნარდებიან და ესენი ხელისუფლების რო დაბრუნდებიან, რაც იზავენ, ხო? შესაბამისად, აქ რომ არჩევნები ჩატარდება 28 წელს და იქ რომ 28 წელს გაირკვევა იგივე თვეში, ნუ ჩვენთან ოქტომბერში, ნოემბერში, რომ ამ ადმინისტრაციამ ვეღარ მოიგო და ისინი მოდიან, რამხელა უკვე დელეგიტიმაციის პროცესებზე იქნება ევროპის ზოგიერთი ჩვენი ვითომ გულშემატკივრები და ამერიკის ახალი იმ ადმინისტრაციის მხრიდან ზეწოლა საქართველოს და ისევ იმაზე საუბარი, რომ არჩევნები დელეგიტიმურია, თქვენ არ გქონდათ არჩევნების ჩატარების არ მიეცით არჩევნების ჩატარების ნუ ყველა ვარიანტი ხა მით უმეტეს დღევანდელ პირობებში, როდესაც შევხედავთ, რომ ოპოზიცია უფრო მეტად საკუთარ წევრებს ებრძვის და საკუთარ თავს ებრძვის ვიდრე ხელისუფლებას და მე თუ მკითხავ ზოგიერთი მათი გადაწყვეტილება საერთოდ ოცნების წისქვილზეა სხავს, ხო? ნუ ახლა რაზე უნდა ივარაუდო. გამოცდილება აჩვენებს, რომ ჯერ თემა პერიფერიულ პროპაგანდაში უნდა გაიტესტოს და მერე ის ცენტრალურ პროპაგანდაშიც მოხდება. ახლა ვისაც გაგეცინებთ, რომ მე ოცნების ცენტრის დაგეგმილ თემას ავყევი, მე თქვენზე გამოცდი. ხუნდაძე თავისას შვება. ექსპერტი თავისას და ნეიტრალურია გურზია თავისას. კი არ გავა, რომ პროპაგანდა მათზე რამე არ მოყვეს. ისინი ეგრეთ წოდებული დებატების მონაწილეები არიან, ვითომ ოპოზიცია. ნეიტრალურმა ორგანიზაციამ სამეგრელო ზემოსვანეთის ორგანიზაცია დააფუძნა, რომლის ხელმძღვანელი ზუგდიდის საკრებულოს ყოფილი წევრი ოცნებიდან ირაკლი ბაღათურია დაინიშნა. ეს დიდებული ამბავი 26 აპრილს მოხდა. ერთ კვირაში კი დიდი ოპოზიციონერი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლად წარადგინა. ეს ოპოზიციონერის ძველი ფოტოებია მოქმედ ირაკლისთან და მის გენერალ-მაიორთან. ეს კი არაფერი ბაღათურიას რომ გვერდს უმშვენებს, ეს ადამიანი გიორგი ჭურღულია, ზუგდიდში კარგად ცნობილი ანტიმაედნელი. მის Facebook-ს თუ ჩაყვებით, ადვილად მიხვდებით ყველაფერს. ორმაისკი ზუგდიდის ცენტრის შემდეგ გიორგი ჭურღულია თბილისის სცენაზე მზიურში იდგა. ნეიტრალურმა ახალგაზრდული ორგანიზაცია დააფუძნეს. პროპაგანდამ აქაც პატივისცა მათ. ნეტა ამ ახალგაზრდებმა თუ იციან რას დაესწრენ, ან რის ანაცვლოდ, ან სახში რა თქვეს სად მივდივართო, ან მეგობრებს რა უთხრეს, ან ის მაინც იკითხეს, ვისი დაფინანსებით მოქმედეს ნეიტრალური გრუზია, ან თუ იციან რომ მათ თანატოლები ივანიშვილის ციხეში ტყვეობაში არიან. მათ ალბათ არც ის იციან რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან პირველ შუამავლად ცნობილ ხაბატოს კიმბერლოს სამეგრელოში გიტარით ხელში ფოტო აქვს გადაღებული ბაღათურიასთან ერთად და მისი ერთ-ერთი მასპინძელი სამეგრელოში ანტიმაიდანელი და ახლა ნეიტრალიტეტის მოტიფიალე ჭურღულია იყო. კიდე ერთი ჭურღულია დაემატა ანტიმაიდანს. ასეათ ხო ივანიშვილმა პარტიული რესურსი თავისივე თავს ოღონდ ნეიტრალურ ფლანგზე. აქეთ ხუნდაძე, იქით ნეიტრალურები და თავარი ხაზი არა ევროპას. აი აქ ანოში დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის ჩემური ვერსია. ის რაც ბოჭორუსს გონია რომ მოგოჩენა და მოგოლანდა კობახიძეს ევროპაზე უარი არ უთქვამსო, ნეიტრალურები და ძხლანუ ხალხის ძალა გაშლიან ააზვირთებენ და მერე მოქმედი ირაკლი ან ვინმე ვინც მას შეცვლის ვადამდელი ან მის გარეშე ღია დიტყვის არა ევროპასო და მერე შეპაპლანო და გონია რომ ამ ყველაფერზე ანუ საბოლოო უარზე მიანიშემდა ხელშისკიროს ამობდა ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება განსაზღვროს ეკუთვნის საქართველოს ევროპული ქვეყნების ოჯახსო. ბოლოსკენ წავიდეთ და პირობა ოპოზიციაზე არაფერს ვიტყვი. წინა კვირას ეს პირობა ცოტა დავარღვიენ. არც ზარქუა კრასატულჩიკის თქვენზე კომენტარს შემოგთავაზებთ პროპაგანდა მთელი დღე ატრიალებდა ეთერში. ერთს გითხავთ უბრალოდ. ამის დასაცინი თავი როგორ გაიხადეთ?
დღეისათვის სულ ეს იყო, სანამ შესაძლებლობა და საშუალება მექნება, მე ჩემსაც ვიტყვი და გავაკეთებ თავისუფლება მზიას, თავისუფლება სინდისის და პოლიტ პატიმრებს, დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას, დიდება ერს, სიკვდილი მტერს. და ბოლოს ტრადიციულად ან ჩვენ, ან ის თუ ის მაშინ რკინის ფარდა და რუსეთის უკანალი არ იქნება ივანიშვილი, იქნება საქართველო, დარჩება ივანიშვილი, არ იქნება საქართველო.